დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა და ჩვენი პირველი სტუმარი მამია მდინარაძე. აპლოდისმენტები. მამია მდინარაძე. ამარჯობა ბატონო მამია, გამარჯობა. ამარჯობა, პატივცემულო. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოგზანდებით ჟიურის. გაიხარეთ. საიდან ხარ წარმოშობით ბატონო მამია? გურიიდან ბატონო. გური ახნო ეს მამი. სახელმა უცებ ესე. აქ დიდი ასობით დაგიწერიათ საცხოვრებელი ადგილი თემქა. თემქა. იცის რა უნდა დაწეროს კაცმა. ეს ბატონი ვანოს ხაზრი დაუძერე. თორე დაწედით მუხიანს. მუხიან ჩვენ ბოდიში. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად. რას წარმოგიდგენ ბატონო მამიო? მე წარმოგიდგენთ ნახევარწუთიანი იუმორის სულ ნახევარწუთი ერთი წუთი გვაქვს ჩვენ დრო და მაგრამ თუ იქნა ერთი წუთიანი ვიტყვი იმასაც, მაგრამ ძირითადად ნახევარწუთიანი იქნება. რა კარგია ეს გათვლილი როა ყველაფერი. ესე იგი რა, ესე იგი ესეთი რაღაცა შემოგთავაზოთ. თუ ერთ წუთში ვიგებთ 50 ლარს, ნახევარწუთში შესაბამისად თუ გაგვეცინა 100 ვაძლევთ პირდაპირ? გამოვთვალეთ რაღაც. არა, 20 პირიქით. არა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არჩეული ტაქტიკა ბატონ მამიას იქნა გამომდინარე, რომ ნახევარწუთიანი ხუმრობა თუ აქვს, ანუ თუ ერთ ხუმრობაზე ვერ გავიცინებთ, მეორე ხუმრობას უცებ მოგვაშველებს. არის მაგაში ლოგიკა. ნახოთ რამდენად გაჭრის ეს ხერხი. ნახოთ. წარმატებებს ვისურვებთ. ბატონო მამია, წესები უნდა გითხრათ პირველი მონაწილე ხარ ტრადიციულ. ვიცი, ეჭვიც არ მეპარება, რომ იცით, მაგრამ უნდა გავაჟღერო ხმა მაღლა. 5 წუთი. პირველი წუთი 50 ლარიანი, მეორე 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარი და მეხუთე 1000 ლარი. 2000-იანი არ არის? ჯერ არა ვფიქრობთ, მუშაობთ და გეგმავთ ასეთ ცვლილებებს, მაგრამ ნახოთ. ერთი შეკითხვა მაქვს რა, უცებ დავამთავრებ. ეხლა ვკითხულობთ ლექციებს, ლექტორი ბრძანდებით საქმიანობაში წერია. რომელ უნივერსიტეტში? გოგიჩაიშვილის მცირე აკადემია. მაგრამ ყველა გაუქმდა. აკრედიტაცია ვერ გაიარეს. და სექტემბრიდან არაფერი აღარ გვაქვს. ეგ არ არის კარგი ამბავი. ეგ არ არის. არ არის კარგი ამბავი. სამაგერო დღეს იქნება კარგი ამბავი 1000 ლარსო წაიღებს ბატონი მამია აქედან. ასე ძალიან კარგი თუ წაიღებთ 1000 ლარს, მე გამიხარდებ. მეც ასე გამიხარდება. წარმატებებს გისურვებთ. შესავალი თუ ჩავწოდო რომ? ჩავწოდეთ პირდაპირ. მაშინ მომემზადოთ 3. იქვე 2 და იქვე დატანტალებს 1-იც. გაქანებული ომია, ომის თემაზე მოგიყვებით ერთ ამბავს. და ჯარს უნდა გადაელახა მდინარე. მაგრამ მდინარემდე იყო ჩასახდომი, ძალიან ღრმა და ვერავინ ვერ ბედავდა შიგ ჩახდომას. და უცებ კისრის ტეხით ვიღაცა გადახტა მდინარეში. და მთელი ჯარი გადახვა უკან. ახლა ეს კაცი წარადგინეს გმირობაზე თითქმის. მისცეს დააჯილდოეს ორდენით, ლენინის დიდი სურათით შემოგვედონა და ბოლოს კითხეს რა სიტყვიო. ბატონო, მე დიდი მადლობელი ვარ ჯილდოსთვისო. მაგრამ ეს მაინც მითხარი, ხელი ვიმკრა და ვინ გადამაგდო წყალშიო. აბარ თუ დააფიქსირეთ ყველაზე სასაცილო რა ითქვა. ხელი ვიმკრავ ეს იყო ხომ? არა, უფრო სასაცილო. ვინო წარადგინეს თითქმის გმირობაზე. ხო, აი ეს. რა მაგ ეგეთი ორდენი რო კიდია, თითქმის გმირი რო ხარ, აი გმირიც ვერ აყარ, მაგრამ არც ისე რა, თითქმის გმირობაზე წარადგინეს. ნახევარი გადაღუნული რო არის და რო მოგცე. ლენის სურათი მაინც მისცეს. ლენის სურათი თუ მიცეს უკვე კარგია. 50 ლარი თქვენია მანოს გაეღიმა. მართლაც და თითქმის ნახევარ წუთში ჩაეტიეთ, ნუ 40 წამი არც იყო. ვაგრძელებთ ალბათ თამარს. კი ბატონო. 3 2 1 ერთმა კლიენტმა წამიყვანა პაციენტთან. მაშინ რაიონში მუშაობდი, გასაშინდად მივედი, გავშინჯეს, ბავშვი იყო, გამოუწერე წამლები და მოვდივარ ახლა და ეზოში ხედავ შვენიერი წიწილები დახტიან. და რა კარგი წიწილები ყოლიათ მეთქენ, კაცი ვეუბნები ამ კლიენტს და კი დაგიკლავდით ბატონო, მაგრამ ისეთი პატარებია ვერ გადაყლაბავთ. და მეუთხარ შეგაიგაძო, სემიჩ გასყლაბავ და წიწილას როგორ ვერ გადაყლაბავ მეთქი. ხო და მართლაც მოუნდა ამას წიწილებს და რომ მე არ დავანებ, αλλά პატარა წიწილებს ხო არ დავაკლებინებ. განაგზეთ. მიხომ გადაიღო სურათი ვირთან და გაუგზავნა ცოლს ეს სურათი და სურათს დააწერა.
მარჯვნივ რო ვარ მე ვანოს გაეღიმა თავიდან მეგონა რომ ეგეთი სახე აქვს ერთი 10 წამი იმიტომ რომ თორე ნელ-ნელა დადებითი ადამიანია აურა მაქვს დადებითი პიროვნება 10 წამის მანძილზე ნელ-ნელა ესე გებადრებოდა სახე და გებადრებოდა და ბოლოს გაგებადრა და აი ესე ძღიმილი 100 ლარი თქვენია ახლა კითხვა 200 ლარი კია წინ მაგრამ რაღაც ნახევარწუთიანი ამბები არა ნახევარწუთიანი ამბები გადავრჩით წეგან გადავრჩით დაფიქრდით კარგად არ დავკარგოთ 100 ლარი რატო უნდა დავკარგოთ 100 ლარი რატო მაგრამ რატო ხო შეიძლება 200-ს მოვიგოთ 200 შეიძლება წავიდეთ 200-ზე წავიდეთ ოღონდ ერთი საფრთხოვანი მაქვს ნუ ეხლა ეს არის ჩვენი რჩევა ბატონო მამია რომ რაც შეიძლება ერთ წუთში ერთ ისტორიას მოვატევთ ჩაატიეთ რამდენიმე არა გაქვთ შეზღუდული ისტორიები. რა თქმა უნდა, თავარი ერთ წუთში ჩაეტირეთ. ანუ რისკავთ მაინც 200 ლარზე. თქვენი ნება 3 2 1. ამასინად ერთ კლინიკაში მივედი. თავარ ექიმთან საქმე მქონდა რაღაც მედიკამენტის შესახებ და გადამიდგა წინ პოლიცია და არ მიშვებს. ხო და სად მიდიხარო მეკითხება და მეც გავბრაზდი ახლა პოლიციას რა უნდა კლინიკაში ვიფიქრე და 3 მივდივარ და ბაბუაჩემთან მე უთხარი. ხო და რომელ პალატაშიაო? მე უთხარი კუკის პალატაშია მეთქი. ხო და როგორც იქნა გავაგებია ამ კაცს რომ შესაძლებელი ვარ თავარ ექიმთან და როგორც იქნა შემიშვეს. ჯემალ ჭკუასელმა ერისიონის ხელმძღვანელმა ამასინაც წიგნი მაჩუქა. გურულები ხუმრობენ. და აქედან მინდა რამდენიმე იუმორი შემოგთავაზოთ. გურიაში ჩამოვიდა ძღოლი და კაც კითხა გურულს. მეგონა ნახევარწუთიანი ისტორიები იქნებოდა, მაგრამ როგორც მეგონა ისე მეგონა. ბატონმა უბრალოდ ჩვენ ხო ბატონმა წამყალმაც გთხოვათ რომ ანუ ერთი წუთი ან მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ანუ აქ ტემპს არა მე ორი იუმორი ვთქვი ერთ წუთში და ამიტომ ხო და ანუ ხო არის არსებობს იუმორი რომ რომელზეც შეიძლება ან გაგეღიმოს ან გულში გაიცინო ასე შემდეგ და აქ ძალიან რთულია რომ აი უცბად გადავიხარხაროთ ეს რთულია ძალიან ბევრი მონაწილე გამოდის და შესაბამისად ცოტა ძნელია, მაგრამ იუმორი იყო რა თქმა უნდა თქვენს გამოსვლაში უბრალოდ მართლა არ გიყოთ რომ ჩემი რჩევა მინდოდა რომ უფრო გაგეთვალისწინებინათ რომ ძალიან ხარტული ყოფილიყო ყველაფერი. თქვენ გული არ დაგწდეთ. ძალიან კეთილი და უმეტესი მადლობა მობრძანებისათვის, უმეტესი მადლობა. აი ეს აპლოდისმენტები თქვენია. კარგად გაგდებოდით, გაიხარეთ.